შეხვედრა გვაქვს და მოვდივარი ამ შეხვედრაზე. მინისტრების კანდიდატებს თუ განიხილავენ დღევანდელ შეხვედრაში? შეიძლება ბევრი საკითხია და გეტყვით როცა დამთავრდება. კი ბატონო, რა ხან დაანონსდა და გიდასტურებთ. ანუ ამ საკითხზე ბატონო, ბიძინა თვითონ გამოაცხადებს, ვინც იქნებიან. არ ვიცი, სავარაუდოდ ორშაბათს. კონკრეტული კონტურები არსებობს იმისა, ვინაც თანამდებობას დაიკავებს? საჯაროდ გამოაცხადა ბიძინავიანიშვილმა, რომ მას აქვს ძალიან მკაფიო წარმოდგენა, ვინ უნდა იყოს და აი ამ გეგმაზე წამოს შეძლება. თქვენ ისიც დაახლოებით მე ჯერ არ ვიცი. ქვეყნის მომავალზე, ესე რომ ვთქვათ, კონკრეტულ ადამიანებზე ვისაუბრეთ, მოგესალმებით, მე ვერ დაგისახელებთ ვერავის, იმიტომ რომ ეს არის ლიდერის პრეროგატივა, ის დაასახელებს. ჯერ კიდევ კონსულტაციები გრძელდება. თქვენ თუ განიხილებით რომელიმე კანდიდატი? არა, მე ვთქვი, რომ მე ესე რომ ვთქვათ, ჩემი ფუნქცია ამოწურე ამ პროცესში. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდ ფასად დამიჯდა ჯანმრთელობის მხრივ და მე არც იყო ეს ჩემი ამოცანა. ჩემი ამოცანა იყო, რომ ქვეყანაში დაწყებულიყო ცვლილებები. მე ვბრუნდები საზოგადოებაში და საზოგადოების მხრიდან იმას არ გამორიცხავ, რომ უკვე ახალი ხელისუფლებაც ვაკრიტიკო ხოლმე, ეს ხელისუფლება ძალიან დაჭირდება. ძალიან ბევრი საკითხია პარლამენტის მოწყობა, არ იცით როგორ არის? პარლამენტის საკითხებია ვინ იქნება და ამაზე ვართ მოსული რომ გავარკვიოთ ეგა. ჯერ თავრობაზე ლაპარაკი არ დაგვიწყია. ვერ გეტყვით. არ ვიცი. რო გამოვალ მე არა მაქვს ეს ინფორმაცია. მართლა არა მაქვს ეს ინფორმაცია. ეროვნული ბანკი შეიძლება ჩააბაროს ბატონო. არ არის არც ეს გამორიცხული რასაკვირველია, მაგრამ არაფერი არ არის გადაწყვეტილი. სამუშაო შეხვედრა გვაქვს. არავით არის სია, ჩემთვის ცნობილი არ არის. არაფერი არ ვიცი ნამდვილად. კონსულტაციები შედგა მომავალი კაბინეტის შემადგენლობაზე. პრაქტიკულად ხვალ დასრულებული იქნება ეს კონსულტაციები და მომავალი პრემიერ-მინისტრი ორშაბათს საზოგადოებას თავად გააცნობს მისი კაბინეტის შემადგენლობას. იყო კონსულტაციები კოალიციის ლიდერთან და მომავალ პრემიერ-მინისტრთან იმასთან დაკავშირებით თუ მომავალ მთავრობაში და ქვეყნის მართვაში ვინ რა პოსტზე მიიღებს მონაწილეობას. რა შეთავაზებებია, რომელი უწყებებია თქვენთან დაკავშირებით შეთავაზებული? იუსტიციის სამინისტრო არის თუ არა? საიდუმლო არ არის, რომ მე გახლავართ პროფესიით იურისტი. მადლობა. აკეთ რომ მომძანდეთ ქალბატონო მაია, თუ შეიძლება. არაფერი არ განიხილება ჯერ. მიმდინარეობს კონსულტაციები, მე რამდენადაც ვნახე, აქ არის საუბარი ჯერ ხვალაც გრძელდება და ბატონმა ბიძინამ ბრძანა რომ ორშაბათს თვითონ გამოაცხადებს და გადაწყვეტილებას მიიღებს. დავთანხმდები თუ არა? ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში ბატონ ბიძინას გადასაწყვეტია და მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ამ სისტემის ფეხზე დაყენებას ხაზ გაუსმევ. ფეხზე დაყენებას და შემდეგ უკვე განვითარებას შეუწყო ხელი. თქვენი კანდიდატურა სადგა. ვერანაირ კანდიდატურაზე ვერ გესაუბრებით, ორშაბათს იქნება ერთიანი პოზიცია. ყველა კითხვაზე პასუხი იქნება ორშაბათს, კონსულტაციები გრძელდება. ორშაბათს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამოაცხადებს ყველა კანდიდატს, ყველა ძირითად პოსტზე, რაც აუცილებელია ხელისუფლების გადასაბარებლად და ორშაბათიდანვე ის ხალხი, რომლებიც კონკრეტული უწყებების მიმართულებით გამოიკეთებიან, დაიწყებენ უკვე საქმეებში გარკვევას, იმაზე, რაზე ჩვენ შევთანხმდით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან და ორშაბათიდან ეს პროცესი დაიწყება. ბატონ დავით, საკანონმდებლო ორგანო შეიძლება უხელმძღვანელოსო გავრცელდა ინფორმაცია, შეგიძლიათ რომ რა იმით ჩემი კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, უხელმძღვანელებენ საკანონმდებლო ორგანოს და იქნებიან მთავრობაშიც. დღეს მეც ვერაფერს გეტყვით.